არასკევი დღეა და სულ მალე შემოგვიერთდება ჩვენი შეფი გვირჩევს აი ამ რუბრიკით მანუელ ფაუნდეს ბარანდა და რომ დაიარო მთელი საქართველო და მთელი ესპანეთი მე მგონი ვერავის ვერ მონახავ მანუელზე უკეთეს ვინც ყველაზე ღირებულ რჩევას მოგცემს როგორ დაამზადო უგემრიელესი და ამავე დროს უმარტივესი საუზმე. დილამშვიდობისა მანუელ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის მოგესალმებით. ძალიან გამირთული ახლა საქმე. ჩემო ჯონი, იმიტომ ესეც შეფასება. კაი, ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ ამჟერადაც შემოგთავაზოთ და შემთავაზოთ ჩვენ მაყურებელს მეტნაკლებად საინტერესო საუზმე, იმიტომ რომ მედიცინაში თავის აქტუალური თემებია, ჩვენ გადაცემაში აქტუალური თემა არის საუზმე, სწრაფი, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი. და დღეს მოვიფიქრეთ ხიყლიყო ყველამ ვიცით. კულინარიაში ეძახიან French toast, ალბათ გაგონილი გექნებათ, მაგრამ ძალიან მომწონს ქართული სიტყვა ხიყლიყო, იმიტომ რომ ძალიან თემატურია. ყველასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ნუ ვეცადეთ რომ რაღაც განსხვავებული ვარიანტი შემოგვეთავაზებინა და თქვენ მიხვდებით რატოა განსხვავებული და ამჯერად ჩვენ დაგჭირდება პური თავისთავად ცხადია, კვერცხი, კარაქი, შაშხი, ყველი, ცოტაოდენ ხახვი, მაგრამ ეს სურვილის სამეფ, ისევე როგორც ცოტაოდენ ნიორი, რძე, ზეთი და მე მგონი არაფერი არ მოვიცდება. ეხლა რატოა განსხვავებული ეს ტოსტი? იმიტომ რომ თქვენ მარტივად მიხვდებით, ჩვენ ავიღეთ ბაგეტი ამ შემთხვევაში, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი პური აიღოთ, მათ შორის ქვის პულსო ეძახით. ერთადერთი უნდა დაჭერათ ცოტა სქლად. თუ პური გაქვთ დაჭერილი, ეს არ არის პრობლემა, შეიძლება ერთი მეორეზე დააწყოთ, გული ამოვჭერათ, როგორც ახლა ვიზავთ და ანუ ქართული პური თუ გამოვა. ჩოთი პური ამ შემთხვევაში გამო. ვიფიქრებ ამაზე, ჩემო ჯონი, ვიფიქრებ. შენ ჩამჭერალ კითხვებს ნუ მისვენ, არ მიფიქრია ჯერ მაგას. უსინდისოდ სარგებლობ ჩემი და მანუელის დიდი ხნის მეგობრობი. ნამდვილად. კი ბატონო, აი ეს გვაქვს პური. აქ თავარია რომ ამოვჭეროთ გული. აი ესე, ძალიან მარტივად იმეორებთ, ნებისმიერი პური შეიძლება იყოს. ეს არის ცომ გაცლილი ყიყლიყო. ეს არის ცომ გაცლილი ყიყლიყო, საკმაოდ ახლა დიეტობას ვერ დავაბრალებთ ამას. დაბალ კალორიებს, მაგრამ კაი, მოკლედ აზრი ეს არის. ეს უნდა დავტენოთ რითი? ეს უნდა დავტენოთ ყველით, შაშხით ან მარტო ყველით, ნუ ყველი აუცილებელი კომპონენტი, ინგრედიენტი ამ შემთხვევაში, ყველი უნდა გავხეხოთ. სკლად. იმერული, კი ბატონო, შეიძლება იმერულიც იყოს. შაშხი, როგორც გითხარით, არ არის სავალდებულო, მაგრამ მანუელ, შენ რომელს გვირჩევ ყველაზე უფრო მეტად ყველთა შორის რომ გამოვიყენოთ. პირადად შენ რომელი უფრო მოგწონს? ვერ გავიგ ყველებს შორის. სულუგუნი, ქარხნის, იმერული, რომელი უფრო მოგწონს შენ? ჯონი, ძალიან მიყვარს არის ესეთი პულა ქვია ყველი ვირის რძის. როგორ? ფანტასტიკური ყველია, მაგრამ ერთი პატარა პრობლემა აქვს. ფასი აქვს ცოტა არ იყოს ძვირი, დიდი. დღეს $1200 დაახლოებით 1 კილო. ნუ ჩვენთან ბაზარში ვერ იშოვით. მაგრამ ჩვენთან ვერ იშოვი ნამდვილად. მაგრამ თუმცა მე მგონი არის ერთ-ერთი ფერმა საქართველოს ზუსტად არ ვიცი რომ საწარმოებს ვირის რძის ყველს. ხალხო, ნებისმიერი კაი ყველი რომელიც თქვენ მოგწონთ. აქ თავარია განწყობა, თავარია ასე ვთქვათ შეჩვევა რაღაც გარკვეული პროდუქტთან და ნუ ხა ბიუჯეტურობაც ურიგო საქმე არის, რა თქმა უნდა. იმერული, კარგი იმერული, შვენიერი, ცხიმიანი, ბოხსელი ყველი იქნება ძალიან კარგი. ერთადერთი პატარა რჩევა აუცილებლად გამოყენებამდე დატეხეთ ან დაჭერით და საწურზე დადეთ, რომ შრატი გავიდეს. ეს ამიშოვნა. აი ზუსტად მაგაშია. დაახლოებით აი ეს არის
კი, ამაშია საქმე ზუსტად. იმიტომ რომ მე რაც მიყვარს ყველაზე მეტად მანუელ არის ზერო გაზდის ისეთი სულუგური, რომელიც ამ საქმეში ნამდვილად არ გამოგიარდა. იცი რა ხო არა რძე არ გამოგადგება ნამდვილად. თუმცა მივხვდები რომ კი და რატო უყურე, იმიტომ ეს მასა ხო გვაქვს ჩვენ. ამასაც ჩვენ დავამატებთ ცოტაოდენ ხავს, დაჭრილს. ეხლავე ცოტა ხავს, ესეც გიმეორებ. თუ არ გინდათ, არ გიყვართ, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ მარტო ყველი შაშხი, ესე, ხახვი. თუ გნებავ ცოტაოდენ ნიორი, მე ნიორი ძალიან მიყვარს, ამიტომ გვამატებ და აი აქ უყურე ჯონი რა ხდება? აი, უყურე. აი, ცოტა რძე. ამიტომ რძიანი სულგუნი შეგიძლია გამოიყენოთ თუ ძალიან გიყვარს. ძალიან და ახლა უნდა დავამატოთ კვერცხი. ოკეი. რო შევქნათ ისეთი ცოტა თხევადი მასა. ასე. ოკეი. ამას ოდნავ მარილს დავამატებთ. იმიტომ რომ ყველი უმარულია, თუ გნებავთ ცოტა პილპილი, ეს უყურთ ვიძახი, თუ გინდათ, თუ გნებავთ. იმიტომ რომ სამზარეულოში უნდა აკეთოთ ის, რაც უნდა მიირთვათ, ის, რაც თქვენ გიყვართ. აი ესე გვაქვს პური, მე უბრალოდ ახლა გაჩვენებ და მეორე ჩართვაში უკვე აუცილებლად შემოგთავაზებთ საბოლოო ვარიანტს. აბატონ. ფრენჩ ტოსტი მოგხსენებათ არის მარტო პური, კვერცხი, რძე. ოკეი. აი ესეთი გამოდის. ახლა ამას მე რძიან კვერცხში ამას ავთქვიფავთ. მარილს დავამატებთ, ბუნებრივია. როგორც კეთდება ნებისმიერი ფეხლიყო და მე ეს წავავკეთ აფაზე. ეს არის უფრო ასე ვთქვათ კულინარული ეკლექტიკა თუ გნებავთ, იმიტომ რომ ჩვენ ავიღეთ ფრენჩ ტოსტი და ავიღეთ ფრანგული ტოსტი, ეგრეთ წოდებული კროკს ეძახიან, კროკ მესი არის და კროკ მადამ კვერცხით და შევაერთეთ ერთმანეთში და ეგეთი ასე ვთქვათ და გამოგვივიდა ქართული ყიყლიკო. ქართული ყიყლიკო, კი ბატონო. ძალიან კარგი, მანუელ აი ამას მე უკვე რძეში აი როგორც ხედავთ, შეგვიძლია ცოტა ხანი გავაჩეროთ, რომ შეიცვალოს კარგად. მარტივად ძალიან და ეს წავავკეთ აფაზე. ძალიან დიდი მადლობა მანუელ ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარში მანუელს კვლავ დაუბრუნდებით. მანუელ გესმის ჩვენი. დიახ, მესმის. საინტერესოა რა ეტაპზეა ჩვენი კერძი. რა ვიცი, დასრულების სტადიაშია. უბრალოდ მინდა ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ, დღეს ჩვენ ვამზადებთ ჩვენებურ ვერსიას ყიყლიყოს და ამისთვის ბუნებრივია დაგჭირდება პური, ხველი, შაშხი, რომელიც გავხეხეთ, დავამატეთ ცოტაოდენ მწვანე ხავხი, მაგრამ ეს ასე არჩევითია. ცოტაოდენ რძე, ანუ სისველე მივეცით, კვერცხი, შიგნით და ესე ამოუღეთ პურს გული. მინდა კიდე შეგახსენოთ, რომ პურის სისქე უნდა იყოს დაახლოებით სადღაც 3 სანტიმეტრამდე. ანუ იმისთვის აი ამ ყიყლიყოსთვის, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ. რატო ყიყლიყო ალბათ ადრინდელ საუზმესთან არის დაკავშირებული. ფაქტია, რომ ქათამთან არა, არამედ მამალთან. და გასაგებია რომ ეს ასე ვთქვათ ფრანგული ექსკლუზივი არ არის, ამას კი ეძახიან ფრენჩ ტოსტ, ფრანგულ ტოსტს. მაგრამ ნუ ძალიან ბევრ ქვეყანაში მზადდება ამა თუ იმ სახით და მათ შორის საქართველოშიც. საერთოდ გამხმარ პურთან აი ესეთი ძალიან სათუთი დამოკიდებულება ახასიათებს ყველა ერს, იმიტომ რომ ნუ მაინც საკრალურია, პური საკრალურია და ბევრი კერძია რომელიც მზადდება გამხმარ პურთან ერთად. მათ შორის ალბათ ერთ-ერთი მათგანი არის ყიყლიყო, ქართულ სამზარეულოში მინდა შეგახსენოთ, ეს არის პურის ხარჩო
არაჩვეულებრივი კერძი მინდა გითხრათ თუ არა გაქვთ მომზადებული აუცილებლად მოსინჯეთ ამ კერძის მომზადება ფრანგულ სამზარეულოში მაგალითად სუბდონიონ ეს არის ხახვის სუპი წვნიანი სადაც ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ინგრედიენტი არის გამხვარი პურის ნაჭერი და ისე სხვა სახელიც აქვს ამ ხიყლიყოს მინდა გითხრათ ეს არის ღარიბ რაინდს ეძახიან ანუ როგორც ჩანს იყო საკვები ტამპლიერების თვითონ თავის თავს უწოდებდნენ ქრისტეს ღარიბი რაინდები და ნუ არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ ნოყიერი თავის ცილებით ხშირწყლებით მანუელ ხიყლიყოს ეს სახეობა მე საქართველოში არ გამიგია და არ მსმენია და ხო არ გავაკეთოთ ამის რაღაცა იდენტიფიკაცია ქართულმასთან მანუელის ხიყლიყო არ რაღაცა დავაპატენტოთ ნამეტანი მოკლედ ჯონი მთელი დღე მაწითლებ რა არ ვიცი თქვენ რაც გინდა დაარქვით კი ბატონო თუმცა დიდი მადლობა შეფასებისთვის მანუელ ახლა ამ გამხმარ მოდის მანუელის არომატი აგერ გრძნობთ ჩვენ და როგორ შურს ტელევიზიის იმ თანამშრომლების რომელიც ახლა შენ გვერდი ტრიალებენ და ერთი სული აქვს როგორ როდის დაეტაკებიან ამას და როდის დააგემოვნებენ მანუელ ეს პურები უნდა იყოს ამოვლებული კვერცხსა და რძეში ხო როგორც ხდები თუ მარტო კვერცხი აუცილებლად ხო ეს არის კვერცხი რძე ცოტაოდენ მარილი და ესე ამოვავლებთ როგორც ხედავთ ხო ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ ალბათ ერთი წუთი და რო შეიწოვოსო როგორც იქნება საკმარისი ბატონო უნდა შეიწოვოსო როგორც გითხარი ესე და მე დიახ გადავიტანოთ ტაფაზე რა თქმა უნდა ცოტაოდენ ზეთი და კარაქი გადატრიალება უნდა მარტო ზეთშიც გაკეთდეს ტაფაზე გადატრიალება უნდა რა თქმა უნდა აუცილებლად ნუ არის ვერსია რომ თქვათ ეს კერძი რა თქმა უნდა მე-18 საუკუნეში არ შეიქმნა მაგრამ არსებობს ვერსია რომ თქვათ გერმანელი სტუდენტების იმ პერიოდის ასე თქვა ერთ-ერთი საყვარელი საკვები იყო კერძი ეს ვერსიაც არ შეიძლება გამოვრიცხოთ რა თქმა უნდა ეხლა შევწოვ გადმოატრიალებ და გვექნება აი საინტერესო სწრაფად მომზადებადი და საკმაოდ ნოყიერი ანუ საუზმე თუ გინდათ სწრაფი და გემრიელი მე მგონი ეს ურიგო ვერსია არ იქნება ეს რაც ეხება ხიყლიყოს რამდენი ხანი უნდა იყოს ეს ტაფაზე არაფერი უნდა შეიბრაწოს თუ ყველა მხრიდან შევძლებთ შებრაწვას კიდე უკეთესი, მაგრამ ანუ ზედა და ქვედა მხარე უნდა შეიბრაწოს და იქნება მზად. სისველე ცოტაოდენ უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ. ცოტა აკლია. ეხლა მალე იქნება გამზადებული. რაც ეხება გამხმარ პურს, როგორც გითხარით, ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი აი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ნებისმიერი სამზაურის სადაც რა თქმა უნდა პური არის ვიცი ჩვენ რომ არსებობს ასე ვთქვათ კულინარული კულტურა ეს ქვეყნები ერები რომლებსაც როგორც ესეთი სრულფასოვანი პური არ აქვთ და მინდა გითხრათ რომ აი მაგათ რა ვიღოთ შუა აზია ხო აი ეს სრულფასოვანი პური რომელიც ცხება თონეში ეგრეთ წოდებულ ტანდელში. ხო, ეს აქვს მაგალითად უზბეკებს. და შესაბამისად სამზარეულოც აქვს ძალიან ისეთი მრავალფეროვანი, ძალიან გემრიელი და ძალიან კარგი. თუ დაინტერესდებით, შეგვიძლია უბრალოდ ეხა პირობები არ აქვს, თორე ძალიან კაი უზბეკური ფლავის მომზადება იქნებოდა ფანტასტიკური. თან ძალიან გემრიელი კერძია და ისე მარტივად მოსამზადებელი მაინც და მაინც არ არის. ისე როგორც აი ეს ჩვენი ხიყლიყო როგორც ხედავთ. მარტივად სწრაფად
თან განსაკუთრებით ხა დილისთვის მაინც უზბეკური ფლავი, რა ვიცი. თუმცა რატომაც არა გემოვნებისაკენ. არა, დილისთვის არა. დილისთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ისე ვახსენე, ხო? ლაგმანი სამაგეროთ უზბეკური იქნება ნაბახუსებზე დილით არჩეული. ეს რითი მზადდება? უბრალოდ ბატონო? რითი მზადდება ლაგმანი? ხო. ლაგმანი ეს ატრია რა თქმა უნდა ხორცით, რა თქმა უნდა ბოსტნეულით. აუცილებელია სტაფილო. უკაცრავად. ისეთი კაი წვნიანია, ძალიან გებრიელი ნოყიერი. კეთილი. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ. მანუელ ძალიან დიდი მადლობა. ჩათვალებო შენ ძალიან ბევრ ადამიანს გაულამაზეს საუზმე ამ დილით. აი საბოლოო სახესაც ხედავთ ჩვენი ქართული ყიყლიყოები. აი ამ სასიამოვნო გემრიელ და არომატულ ნოტაზე უნდა დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მადლობა მანუელს, მადლობა იმისათვის რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით და მოდი დავემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე ბედნიერ უქმეებს გისურვებთ და შემდეგ კვირამდე დაგემშვიდობებით დროებით.